არის ასეთი მოსაზრება, ბევრისგან შემხვდა, კი ბატონო, ბევრისგან შემხვდა, თუმცა ეს მოსაზრება არ არის უსაფუძვლო. ჯავახამ ძალიან უნდა მოინდომოს ახლა, რომ საპირისპირო დაამტკიცოს, კი ბატონო, იმიტომ რომ ჯავახას არ ყოფნა უკვე აღიქმებოდა, რომ თავი არის და მე მგონია, რომ არა არის და თავი და მართლაც უდათ იყო ხალხო, უბრალოდ ასე გამოჩნდა. თუ ასე არ არის, უკვე ჯავახა ეტაპობრივად როგორც მოიქცევა, იქიდან გამომდინარე ვიფიქრებთ ჩვენც. მე არ მგონია, რომ ანასტასიამ მარიამი მიუგდო სპეციალურად ლორენცოს. ანუ მე ეს შთაბეჭდილება რა ვქნა არ დამრჩა ანასტასიაზე. ანასტასია არის ახლა ჰაუსში ყველაზე, ისე ვთქვათ, ალალი და გულწრფელი და არასტრატეგიული ადამიანი. არასტრატეგიულს ვამბობ იმ კუთხით, რომ არ აქვს ვინმეს გაშავების სტრატეგია, ესე ცალსახად, რომ მოდი მე წავიწო, იმიტომ რომ რაც უფრო ფინალისკენ მიდის ვითარება, ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ანუ როგორ მიიწევენ ფინალისკენ ადამიანები, ამოირჩევენ და ამოირჩემებენ ადამიანებს, ვისი გაშავებაც უნდათ და იმათ ფონზე, იმათი გაშავების ფონზე თვითონ ჩანან უფრო უკეთესები. შესაბამისად, ყველაზე მეტად ვინ წყვირო და კლიკერებს, გაიხსენეთ, ვინ წყვირო და ყველაზე მეტად კლიკერებს, აღმოჩნდა, რომ ის დაჯდა კლიკერებით ლაივზე ბევრი ხმით, კი ბატონო. ჯავახა დღეს უნდა დაბრუნდეს ჰაუსში, ხალხო, რა თქმა უნდა, დაბრუნდება და ჯავახა გააგრძელებს ბრძოლას. მე ჯავახას გულშემატკივარი ხალხო ვარ, უბრალოდ ჯავახას გულშემატკივრობდი ისევ და ისევ მარიამის გამო სიმართლე რო გითხრათ. იმიტომ რომ მე ძალიან მომეწონა ჩემი წამოსვლის მერე მარიამთან როგორც იქცეოდა ჯავახა ძალიან მომეწონა. მე წამოსვლის დროს პირველი რაც დავიბარე ეს არის რომ მარიამი რო რჩება თქო, ახლა ყველა მაგას ნუწაესევით და ჯავახას ვუთხარი კიდეც რომ აბა შენიცი მეთქი ახლა მარიამს ამათთან მარტოს ნუ დატოვებ მეთქი. ეს იყო ჩემი ჯავახასადმი ესეთი თხოვნა. რა ვიცი, შეძლო არც გაეკეთებინე ხა მე ვინ ვარ თხოვო და გააკეთოს, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი წამოსვლის მერე ჯავახა რო გადავიდა მარიამთან და ყველაფერში გვერდში ედგა და ესე ვთქვათ, მარიამის მხარეს იჭერდა ხოლმე, მე ჯავახას აქციელი ძალიან მომწონდა და ამის გამო მას რა თქმა უნდა გულშემატკივრობდი. თაზო 2015, არა ძვირფასო, თაზო ამ ჩემო მოდელმა არავის არაფერი კლიკერები არ უყიდა, იმიტომ რომ არ აქვს კლიკერები და არ აქვს ფული ხალხო. როგორ ჩამიშვესო, გადაობდა და ყველაფერს ნუ დაიჯერებთ ახლა, რასაც წაიკითხავთ ხოლმე TikTok-ის კომენტარებში. ხო და შესაბამისად ჯავახაზე რა შთაბეჭდილება დამჭა არ არის ესეთი ვინმე რო გააშაოს და ვიღაცას მისდგეს თუ რაღაცა, მაგრამ როგორც დავინახეთ ჰაუსში ესეთი მეთოდებით ხდება წინ წაწევა, ხო? ფინალამდე მიჩოჩება. ახლა ძალიან დიდი შრომა ჩადო ამაში ლელუ. მოდი კიდევ ერთხელ დავაბატოთ ის ფაქტი, რომ ლელომ ძალიან ბევრი იშრომა ჰაუსის გარეთაც და ჰაუსის შიგნითაც მხარდამჭერების და დამხმარე ძალების მოსაბილიზებლად ლელომ ძალიან დიდი შრომა ჩადო. მოდი ამ გოგოს ეს დავუფასოთ. ისედაც დაუფასდა და ხო ხედავთ წინ მიიწევს ფინალისკენ. უბრალოდ ახლა სხვა თემა რამდენად მოგწონს ჩვენ მისი თამაშის მეთოდები, მისი ეს აქცელი რამდენად მოგწონს, ეს კიდევ სხვა არის. ბასასიმ გაიღვიძა და თუ გინდათ მოვიყვან ხალხო. მადლობა ფანკლუბობისთვის. აღარ შეგდებიანო, ვერ გეტყვით ხალხო, ეხლავე მოვიყვან ბასასის და მოვალ.
აი ბასასი მოვიდა კი. მეგობრებო, ხმა ისმის ახლა ჩემი? დამიწერეთ აბა ხმა თუ ისმის. ხალხო, ლელოს კლიკერები ჩავვრთეო, კი არის ტყუება, გაიხუმრა და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს. იხუმრა, გაიხუმრა. მე სხვა ვიჯერებენო ხალხო, მე გეუბნებით რომ ნუ დაიჯერებთ თქო და მეტი რა ვქნა. ხო გეუბნებით რომ ნუ დაიჯერებთ თქო და მეტი რა გავაკეთო აბა? ეხლა მე რა მაინტერესებს ხალხო, იცი, აი ეს პატარა საყვარელია თუ მე მეჩვენება. გაიღვიძა მოვიდა მოსაფერებლად და ძალიან უყვარს ჩემთან ესე ყოფნა. საყვარელი აბა რა არის? კი, ეს არის ჩემი მესამე შვილი, 4 ფეხა. ეს არის ჩემი მესამე შვილი, კიდე მყავს ბიჭი და გოგო. ეს ჩემი მესამე ბავშვია. ლელოს კლიკერა ნაგაზი ყავს კი ბატონო, ნაგაზი მყავსო და მე მაგისი ნაგაზობა არ გაიშვა. ხახნო, აი ეს პაპავას კლიკერობა საიდან წამოვიდა? პაპავა არც იცნობს ჯავახას ფიზიკურად. უბრალოდ ერთ-ერთი გულშემატკივარია. პაპავამ თვითონ მოიგო კლიკერებით, აბა კითხეთ. თვითონ პაპავამ მოიგო კლიკერებით, სხვას როგორ უნდა მოაგებინოს? მოგებულია რაიმეში პაპავა? პაპავა არის რაიმეში მოგებული კლიკერებით მოიგო და ვინც მოიგო კლიკერებით, ხო, შესაბამისად იმაზე არის საუბარი თავისთავად ამ შემთხვევაში პიასაზე. აჰა. მალე შენ და მარიამი ერთად დაჯდებით და იჯდებითო. სად დავჯდებით მე?
მე მარიამ მეურივე ვიყავით აუთსაიდერის კამზე კაცო. სადღა უნდა დავჭდეთ. ჯავახა როგორც ვიცი მეგობრებო საავადმყოფოში აღარ არის. მე რამდენადაც ვიცი მისი ახლობლები რასაც ამბობდნენ საავადმყოფოში აღარ არის და ჯავახა არის უკვე გარეთ. ისე სკამზე დაჯექით და იჯექითო. კარგი ჩემო კარგებო სკამზე დავჯდებით და ვიჯდებით. ხალხო ქუთაისელების შემთხვევაში გეტყვით. ქუთაისელების შემთხვევაში ნახეთ რატო ქუთაისელებს არ დაეხმარა კლიკერებით, იმიტომ რომ პროექტი ქუთაის არ დატოვებდა, ორჯერ დაჯარიმდა ზურა და გუგა ძალადობისთვის და ვის რა შეჭirdებოდა პროექტში მოძალადე მონაწილეები. აი ხალხო თქვით თქვენი აზრით პროექტს უნდოდა ეხლა ზურა გუგას გაჩერება, მაშინ როცა ორჯერ დააჯარიმა ძალადობისთვის, ანუ ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა ესეთი ადამიანები, მოძველ ბიჭო და ქურდული გაგების და ვისა ბიჭო და ჯერ ერთი მაგან თავიდანვე არასწორად დაიწყეს. ანუ იუმორისტები ვართ და პაროდიის კეთება აუკრძალეს ადამიანს ამ შემთხვევაში მე და დაიწყეს მე ძალიან არასწორად თამაში. ხო და შესაბამისად ანუ ორჯერ რო დააჯარიმებდა, ერთი გაფრთხილება იყო ჩათვალეთ და მეორედ ის იყო, მაგრამ მონაწილეები რომლებიც ძალადობის მოწოდებისთვის და ძალადობისთვის ორჯერ დააჯარიმდნენ, იმას პროექტში აღარ დატოვებდნენ ხალხო და შესაბამისად დიასას კლიკერები მანდ უკვე ძალიან ზედმეტი იყო. მაინც არ დატოვებდნენ ქუთაისელებს რა. მარიამი და ჯავახა ხალხო როგორ შერიგდებიან ჯერ იმიტომ რომ მარიამი გარეთ არის და ჯავახა უნდა შევიდეს ჰაუსში და შესაბამისად ლორენცომ დააშორა წყვილიო, მაგრამ რა ვიცი თუ უნდა შერიგდებიან ხო ესეა. ქალბატონო მადონა ზედმეტი 1 საათი მაქვს ხოლმე რომ ლაივში ვიყო და რაღაცებზე ვილაპარაკო ჩემინება. ანუ 24 საათიდან 23 საათი მაქვს პირადი ცხოვრებისთვის და ჩემი საქმეებისთვის და 1 საათი მაქვს ხოლმე რომ რასაც მინდა იმას ვაკეთებ, ვისვენებ, ვლაპარაკობ, მინდა ლაივში გამოვდივარ, მინდა ვსკროლავ, მინდა მუსიკას უსმენ, რასაც მინდა იმას ვაკეთებ. ხალხო, არ ვიცი ეს სექტა საიდან მოდიხარ, თქვენ 24 საათი მუშაობთ და 24 საათი რაღაცას აკეთებთ? ანუ 1 საათი არ გაქვთ არც დასვენება, არც თავისუფალი დრო, ანუ დღეში 1 საათი არ გაქვთ, რატო გიკვირთ ეს? ანუ აქ არის ხალხი, მე ძალიან დიდი მადლობა, join my fan club. ძალიან დიდი მადლობა. ანუ აქ არის ხალხი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, რომ 1 საათი გქონდეს თავისუფალი დრო, რომ house უყურო, 1 საათი გქონდეს თავისუფალი დრო, რომ რაღაცა TikTok-ი სკროლო. დღეში 1 საათი ხალხი არ არის ძალიან ბევრი, კიდე არის 24 საათიდან 1 საათი რო დაუთმო გასართობად რაღაცებზე ლაპარაკს ჰაუსზე, კიდე არის დანარჩენი 23 საათი, რომელიც შეგიძლია დაუთმო პირად ცხოვრებას, მეგობრებს, მუშაობას და ასე შემდეგ. რა ვერ გაიგეთ ეს ხალხო, რა ვერ გაიგეთ.
რა არის თქვენთვის ესეთი დაუჯერებელი და თქვენ ხო გაქვთ 1 საათი და სკროლავთ ამ TikTok-ს და 1 საათი ზიხართ ხოლმე ლაივში და მიწერთ რომ მეტი საქმე არ გაქვთ. ანუ თქვენ ამ დროს რაში იყენებთ უფრო პროდუქტიულად, როგორ მაინტერესებს? ხან ვიჭორავებ, ხან ვიმღერებ, ხან ვიცეკვებ, ხან TikTok-ს ვსკროლავ, ხან ლაივში გამოვალ, ხან მუსიკას მოусმენ, ხან ფილმებს ვუყურებ, რასაც მინდა იმ კი, მაგერც საათს იმაში იყენებენ, რომ აქ იჯდნენ და მეტი ანუ თქვენ ხო გაქვთ უფრო მეტი საქმე, აქ რატოს ხართ და ვიღაცის ლაივებს რატო უყურებთ, რომ აბა რას ჭორაობს? და რას ლაპარაკობს, ანუ თქვენ რომელსაც გაქვთ ამდენი საქმე და თქვენივე იმკიდან, რა ქვია, საუბიდან გამომდინარე, რომ პირადი ცხოვრება, ანუ ეს პირადი 24 საათი უზიხართ თქვენ შეყვარებულს და ესე მიშტერები ხართ, 24 საათი თქვენ ქრებს და ცოლებს ესე მიშტერები ხართ და ანუ 1 საათი თავისუფალი დრო არ გაქვთ? როგორ მაინტერესებს ეს ხალხი როგორ ცხოვრობს? ანუ 1 საათი არ გაქვთ, რომ თავისუფალი დრო გამოყოთ და 24 საათი ესე შეყვარებულს, ქმარს, ცოლს მიშტერები ხართ, რომ არ იქა რა? ანუ პირად ცხოვრებას რას ეძახით? მარიამი სამჯერ გახდა ლიდერი და კი ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავდა. ბარბარე მეც მიყვარხარ ხარ, მე თავისუფალი დროც გამოვნახე და რეალიტი შოუშიც წავედი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თავისუფალი დრო გამოვნახე და შესაბამისად ძალიან ბევრი წელი ვიცხოვრე მანამდე, სანამ რეალიტი შოუში შევიდოდი და მანამდეც როგორღაც ვერთობოდი და კარგად ვცხოვრობდი. ამიტომ თქვენ რახან აქ მხედავთ, ესე არ ნიშნავს, რომ სულ დაკავშირენ. ახო, კი ბატონო, ანუ მე მგონი აქ არის ადამიანები, რომლებსაც აქვთ პირადი ცხოვრება ისე, რომ აი ესე მიშტერებიან თავის შეყვარებულებს და 24 საათი აი ესე უყურებენ და არც ლაივისთვის, არც TikTok-ისთვის არაფერი დრო არ აქვთ, მაგრამ აქვთ იმისთვის დრო, რომ შემოვიდნენ ჩემთან ლაივში, იმ ადამიანთან შემოდიან ლაივში, რომელიც როგორც თვითონ ამბობენ, არ მოწონთ და ესე მიშტერებიან და უწერენ, რომ მეტი საქმე არ გაქვთ. მეგობრებო, დამიწერეთ თქვენ რა საქმე გაქვთ, ეხლა კიდევ იმდენი, რომ თქვენ მოიცალეთ და აქ ლაივში შემოდიხართ და მაგას წერთ. სად არის ამ დროს თქვენი პირადი ცხოვრება, რატო არ გაქვთ? მადონა, შენ პირად ცხოვრებაზე დაგვიწერე თუ შეიძლება, რა პირადი ცხოვრება გაქვს ეგეთი, რომ აქ შემოდიხარ და ხვის პირად ცხოვრებას კითხულობ, შენი როგორია, შენი როგორ მაინტერესებს ამ ადამიანებს, ანუ რა სექტიდან ხართ? კი ბატონო. რა მაგალითს იღებთ? შენ შეგიძლია მარიამისგან არა იყო მაგალითი და
სხვა ვიზეც თვლი რომ მაგალითი უნდა აიღო, იმისგან აიღო მაგალითი მარტივია ხალხნო. დაგვიწერე თუ შეიძლება შენგან რა მაგალითს იღებენ სხვები, შენ რისი მაგალითი ხარ ხოლმე და რაში ხარ სამაგალითო და შესაბამისად შენგან ავიღებთ მაგალითს. ვინმე თქვა ხალხო მარიამს უთქვამს როდესმე რომ მე ვარ სამაგალითო ადამიანი და ჩემგან აიღეთ მაგალითი. თუ მაგალითის აღება გინდათ ხალხო გადმოიღეთ ბიბლია და წაიკითხეთ და იქიდან ძალიან ბევრი მაგალითია საიდანაც შეგიძლიათ აიღოთ. რეალიტი შოუს და ჰაუსს რო უყურებთ, რა ვიცი, სამაგალითო ვინმეს ეძებთ იქ, გადმოიღეთ ბიბლია იკითხეთ. ანუ ჰაუსში ვინც ეძებთ სამაგალითო ადამიანებს, რომ იმათგან აიღოთ მაგალითი, ანუ აქ წერენ, რომ რა მაგალითი უნდა ავიღოთო მარიამისგან, რომელიც სვავს და იგინებაო. მეგობრებო, სხვა წევრებისგან შეგიძლიათ ვინც მოგწონთ, იქიდან აიღოთ მაგალითი, ან მოდი ვთქვათ, რომ სამაგალითო ადამიანები ხალხნო ჰაუსში, რა ვიცი, დაწერეთ აბა ვინ არის სამაგალითო ადამიანი და ჯორჯ ზოს გამარჯობა და ვისგან იღებთ მაგალითს? კარგი, მარიამისგან არ შეიძლება მაგალითის აღება. ვისგან შეგიძლიათ მაგალითის აღება დაწერეთ და ვინ არის თქვენთვის სამაგალითო ადამიანი ჰაუსში? ვინ უყურებს, რომელი უყურებთ? ნინი გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა გულისთვის. ვინ უყურებთ ჰაუსს, იმიტომ რომ მაგალითი აიღოთ? აი მუზებისგან რა მაგალითს იღებთ? მუზებისგან, ლელუსგან, ლორენცოსგან რა მაგალითს იღებთ? დაწერეთ აბა თუ შეიძლება, მაინტერესებს, აი რა მაგალითი აიღეთ და რა ისწავლეთ. ანუ ძალიან მონდომებული ხართ, ვინც ამბობთ, რომ აი მაინც და მაინც მაგალითი უნდა აიღოთ და ისწავლოთ რაიმე. ზრდილობის მაგალითი, ანუ ზრდილობა შენ თვითონ არ გქონდა ვიღაცისგან მაგალითი რო არ აიღო? ანუ შენ არ გქონდა შენი საკმარისი ზრდილობა? ბონდოსგან რა მაგალითი აიღეთ ხალხო, დავწეროთ თუ შეიძლება. ეხლა დაიწყო ჩემლებში ყველაზე საინტერესო ეტაპი, მოდი დავწეროთ ბონდოსგან რა მაგალითი აიღეთ. რაში შედგნენ? ბაბი, რაში არის შემდგარი მაგალითად? აი ეს ვინც დაწერე ახლა. არა, ვერ მოვრჩი კიდე, არ მოვრჩები არასდროს, სულ ესე უნდა ვიჭორავდი. დავწეროთ მეგობრებო, მაგალითად ბონდოსგან რა მაგალითი აიღეთ და რა ისწავლეთ და რა გაქვთ ახლა წამოღებული აი ბონდოსგან. მარისთან ჯერჯერობით არ მისაუბრია, მაგრამ დღეს ვაპირებ, რომ ვნახო მარიამი ესე ლაივში პირადად და
დაწერეთ აბა ხალხო რა მაგალითები აიღეთ, იმიტომ რომ მეც მაინტერესებს მართლა. ნუცასაც აინტერესებს. აგერ ბონდოსგან რა მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ და რა ისწავლეთ აბა? $1000 მიხდიან. ანინე. $1000 მიხდის სპონსორი კი ბატონო ყოველდღიურად. კი ბატონო. არა, მაგას აი პანდას ეს არის უანგარო მშრომელი და ესე შემოდის და უანგაროდ წერს კომენტარებს, რომ ჩემი ლაივი გახდეს უფრო მეტად რომ გავარდეს, მაგიტო წერს ამ კომენტარებს. ნუცა ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო გულებისთვის. იჭორაოთ. მაგრამ მეგობრებო ახლა გუშინ გამოვიდა და ვაცალოთ, ახლა მეც მასე ვიყავი და ვაცალოთ ახლა. ოჯახი უნდა ნახოს დედა, მამა, ძმები, თავისი ძაღლი მოენატრა ძალიან, ანუ რამდენი რაღაც აქვს ხო? ვაცადოთ ხო მარიამს. კბილები კმაყოფილი ვარ ჩემი კბილებით. ანუ შერახან დამიწერ ხა კბილები და გავიქცევი და კბილებს გავისწრებ მოვალ. თქვენ წარმოიდგინეთ ხალხი ბედნიერად ცხოვრობს უსწორმასწორო კბილებით და რა ვიცი არ გვაწუხებს ჩვენ. მაგრამ შეაწუხა აგერ ზის ვიღაცა და წადიო კბილები გაისწორო. ეხლა მაინტერესებს რომ ეს კომენტარი რო დაწერა. ანუ ეხლა ავდგები ჩავიცმე, წავალ სტომატოლოგიაში კბილებს გავისწორებ და მოვალ თუ ანუ რა მოლოდინი ქონდა ეს კომენტარი რო დაწერა, რომ ძალიან საინტერესო ხალხი. მუზებს რო კითხოთ ტრადიციული ქალები არიანო ხალხო რომელი ტრადიცია არის მაგალითად შემახსენეთ ბიჭს რო ყავს შეყვარებული და შე რო შეუვარდები და ააძალებ რომ არა გინდა თუ არა მე მოგწონვარო ეს რა ტიპის ტრადიცია თუ შეიძლება რომ დავწეროთ შემახსენეთ ანუ ბიჭი რო ამბობს რომ შეყვარებული მყავსო ანუ მიყვარსო ერთ გოგოზე რო ამბობს და რო დააძალებ რომ არა გინდა თუ არა შენ მე მოგწონვარო ეს რომელი ტრადიცია შემახსენეთ და როგორი სადაური ტრადიცია მეგობრებო ვთქვათ ასო გეთანხმები გინებარო ტრადიცია მაგას არც არავინ არ ამბობს ეს შენ საიდან მოგეჩვენა ანუ საიდან მოიტანე შენი ფიქრები დაწერე რა მიზნით შეხვედი ჰაუში გასართობად ლექსონ აზღაიძე რა მიზნით შეხვედი ჰაუსშო გასართობად შევედი ზუკო კი დამიბრუნდა
მარიამს და ჯავახას უთხარი შერიგდნენ. კი ვეტყვი მეგობრებო აუცილებლად, იმიტომ რომ თუ შერიგებას აპირებენ ისედაც შერიგდებიან, ჩემი თქმა რა თუნდაც, მაგრამ ეხლა ეს ვინც დაწერეთ როგორ ფიქრობთ, რახან მე ვეტყვი, იმიტომ შერიგდებიან? Just Marl. გიპასუხე ხო მე კი ვეტყვი, მაგრამ თუ შერიგება უნდათ, ჩვენი თქმის გარეშე შერიგდებიან და თუ შერიგება არ უნდათ, ჩვენ რაც არ უნდა უთხრათ, ისიც არ შერიგდებიან. ხო ეგრეა, თუ სხვანაირად არის მეგობრებო, ის თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ ხელა ქალს მაკიაჟი რა გინდა? გთხოვთ ეს აუპინოთ რა. ლიზი ვინლო. ამ ხელა ქალს მაკიაჟი რა გინდა? ვაიმე, ჩემი საყვარელი კომენტარი დღეს. ამ ხელა ქალს მაკიაჟი რა გინდა? მაკიაჟი ბავშვების საქმეა, რა თქმა უნდა, პატარების, ხო, სკოლამდელი ასაკის. ეს ჩემს საყვარელი კომენტარია. უტასო და ჯავახა მარტო რჩებიან, მარი იყო ერთადერთი, ვინ ტასტოსთან მეგობრობდა პროექტში და ჯავახაც მარტო. ჯავახა მე მგონია რომ კარგად გარცმევს თავს და ახლა ვნახავთ კიდევ. უბრალოდ მე სიმართლე გითხრათ, ჰაუსის ყურების მუღამი დავკარგე, იმიტომ რომ ვისაც გულშემატკივრობ ის რომ აღარ არის მონაწილეთ, მე რაღაცა გეზარება ყურება, იმიტომ რომ არც გაინტერესებს ახლა ისინი რას იზამენ და შესაბამისად ლიზი ძალიან მიყვარხარ ამ ხელა ქალს მაკიაჟი რა გინდა? ლიზი ვინლო, თუ შეიძლება დამიწერე მაკიაჟი რა ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონ მხოლოდ ლიზი დამწერე რა ძალიან გთხოვ, რა მაკიაჟი რა ასაკზე კეთდება და რა ასაკია? ისე რომ გავარდი, მაშინ ვიყავი, მასე ვეღარ ვუყურებდი, ვაიბეთიკა ძალიან საყვარელი ხარ. მე გეტყვი, ჩემ დროს ჰაუსი იყო უფრო გასართობი საყურებლად. ასე იყო თუ არ იყო? ჩემ დროს უფრო გასართობი იყო ჰაუსი, ხლა არის უფრო დაძაბულობა, ესე მგონია, უფრო ნახე დაძაბულობა შეიძლება იყოს საინტერესო, რა თქმა უნდა, უბრალოდ ნეგატიური დაძაბულობა, ანუ ეს ძალიან ბევრი ლანძღვა არის უკვე და ჩემ დროს ამდენი ლანძღვა არ იყო. კი, შენ შეგქონდა პოზიტივი. კი ბატონო, მე შემქონდა პოზიტივი, ძალიან კაი პაროდიებს ვაკეთებდი და სხვებსაც შეგქონდათ. მიპასუხე რა. 5 წლიდან 15 წლამდეა მაკიაჟი დაშვებულიო. ალბათ ხო ლიზის ესე გონია, ვინც ეგ დამიწერა. ლიზი ვინო 19-33 წლამდეაო. ლიზი თulis რომ 19-დან 33 წლამდე, ანუ 18-ის თუ ხარ მაკიაჟი არ უნდა გაიკეთო. ლიზი თulis რომ 19-დან 33 წლამდე. ლიზი 18 და 17 წლის გოგო მაკიაჟს არ უნდა იკეთებდეს და არც 34-35 წლის, იმიტომ რომ 33 წლამდე. რა საინტერესო ხალხია. 33 წლის მე აღარ უნდა გაიგო. მე ხალხნო არა, ესეთი იუმორიც არ შეიძლება. მე რო ვიყავ ხალხნო უფრო გასართობი იყო ჰაუსი, იმიტომ რომ მოდი ვთქვათ, რომ ყველა ცდილობდა, რომ უფრო კაი ტიპები ყოფილიყვნენ და უფრო რაღაცა კარგი კუთხით წარმოეჩინათ და ეხლა ნახეს, რომ ყველამ რაღაცა ალბათ იგულისხმება, რომ ისედაც ულაბაზესი ხარ და არ გჭირდება მაკიაჟი. ხალხო 33 წლის მერე მაკიაჟი ხალხნო აღარ კეთება, ესე თulis ძალიან დაკურებული თვალებზე ერთნაირად არ გაქვს ბანკარიცა. აი ხალხო მიყვარხართ.
ნელი რევაზიშვილი, ნელი, დიდი მადლობა, ვივარჯიშებ და ერთნაირად წავისვენ ხოლმე უბრალოდ. ნელი, დიდი მადლობა, ნელი მიყვარხარ. ნელი რევაზიშვილი მიყვარს, შენ აზრით მანამ. ერთნაირად არ გაქვს მართალი ხარ ნელი ერთნაირად არ მაქვს წასული ვერ წავისვი ერთნაირად ანუ აქედან ნელი კოძან მიყვარხარ კი მეიქაპ არტისტებთანაც შევივლი ხოლმე მხოლოდ პროფესიონალური მაკიაჟით გამოვა ლაივში ხალხნო 33 წლის ვერაცია კი ბატონო ლელამ რატო დაითქვა ლელუ აკომპლექსებსო ვერ გეტყვით ხალხო ლელა არ მოეწონა ეთქობა ლაის ჯავახა გადაცხობს იკეთებდა ხო ხალხნო გულის უკმარისობა ქონდა კოშკა წადი იტალიაში მომრლა დრას დაჯექი და განიხილა ჰაუს რომელიც მაყურებს აუპინოთ ვაიბე გთხოვთ კოშკას კომენტარი თიკვაპინე გთხოვ ვაიბე რა მაგარი კომენტარებია დღეს წადი იტალიაში კოშკა აუ ზადარი კოშკა აუ ძალიან მიყვარს წადი იტალიაში ეს აუპინოთ წადი იტალიაში მომლელად დაჯექი რას განი აი მე ხალხმა ცუდად ვარ აი ამას მოფიქრება ხო უნდა ანუ თქვენ თვლით რომ ლაივში არ უნდა გამოვდიოდე, უნდა წავიდე იტალიაში ემიგრანტად და მომვლელად, ანუ რატო თვლით? აი ეს კოშკა ძალიან ჩემიანია უკვე. იმიტომ რომ ამას ახლა ხახნო სანამ დაწერდა, უნდა მოფიქრება. მოდი ვთქვათ, რომ სანამ რაღაცას დაწერა, უნდა იმდენად მოფიქრება უნდა ნელიკო ნახე იმდენი ვიცინე რომ მე მგონი გათანაბრდა ჩემი ფანქარი კი ამხელა ქალს შვილები არ გყავს ლიზი მყავს კი მაკიაჟიც გავიკეთე და შვილებიც მყავს და ლიზი ძალიან მიყვარხარ კი შვილები მყავს 19-დან 33 წლამდე არიან კი ვაი მე ტასო არ გინდა არა ეგ არ ქნა იმიტომ რომ ტასო იმას ეხლა დიასას ქორწილი ხომ და ვნახოთ ლილოში კაცო მოიცა ქვეყნის რაღაცები გვაქვს წინ კატაც მყავსო არ კი ლიზი ბიჭი და გოგო მყავს შვილები დიდები არიან სტუდენტები და მაკიაჟსაც ვიკეთებ. ნუ მართალია არასწორად ვისმევ ფანქარს. ნელი განცი შეარჩიეთ კაბაო შავი ყიდეთო ძალიან ბევრი ლამაზი შავი კაბა მაქვს ნელიკო. ძალიან ბევრი ლამაზი შავი კაბა მაქვს, მაგრამ ეხლა რა ვიცი ლილოში ქორწილში თუ დამპატიჟებენ, იქვე შევიძენ რამე კაი ლამაზი. მარიამის გარეშე კი მოსაწყენია ძალიან. ვაბე დღეს იყო ყველაზე მაგარი კომენტარები. ხალხო ვინც მიწერთ რომ მარიამი კოშკა გეთანხმები მაგაში. ესე იგი, ვინც მიწერთ რომ მარიამი გავარდაო ხალხნო, გსულ ესეთი კომენტარი. ხალხნო, ეხლა თქვენ რო გაიგეთ, ეგ მეც გავიგებდი, ხო, საიდანაც თქვენ გაიგეთ იმ ინფორმაციულ წყაროებზე მეც მაქვს წვდომა და მეც ვიცი მეგობრებო. აუ თიკო დღეს რა ვიცი ძალიან მაგარია წადი მოკლედ მომეწოდა რომ მაკიაჟიო ამ ხელა ქალსო რატო გაქვსო
19-დან 33 წლამდე ადამიანებმა უნდა გაიკეთოს. ალბათ არ ვიცი თვითონ არის რაღაცნაირად ისეთ ასაკში, რომ ეს 19-დან 33 წლამდე არ ვიცი რა გონია და მეორე ძალიან მომეწონა წადი იტალიაში მომვლელათო, აქ ჰაუს რატომ უყურებო? დღეს ვიცოდი რომ ამდენი ხალხი შემოვიდოდაო, ხო, იმიტომ რომ ლაივის მერე ახლა ლორენცოსკენ ხარო განცაო? არა, ლორენცოსკენ ვერ ვიქნები, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რაც გააკეთა თიკა შენ კომენტარზე მეცება. ბოლო პერიოდში როგორც მოიქცა, არა, გულშემატკივარი ვერ ვიქნები ნამდვილად. ვერა ხალხნო გულშემატკივარი ვერ ვიქნები ლორენცოსი, არ ვარ. მოკლედ, ლორენცოს გულშემატკივარი არ ვარ. ჯავახას უგულშემატკივრებ ისევ მარიამის გამო და არ ვიცი, მოვიფიქრებ, არ ვიცი, შეიძლება არც არავის არ უგულშემატკივრო. ისე ხო შეიძლება რომ არავის გულშემატკივარი არისო. კოშკა, დიდი მადლობა. არა, მართლა ლამაზი ხარ, ჰაუს მაყურებელი არ ყავს. კოშკა, ლამაზი თუ არ იტალიაში მომვლელად რატომ იშვებ? კოშკა. დიდი მადლობა 67 ვარდისთვის. კოშკა რატომ? თან კაი სახელი ქვია კოშკა, ანუ კატები გიყვარს ალბათ. იტალიაში მიშვებს სხვათაშორის იტალიაში ვსწავლობდი 1 წელი და ძალიან მიყვარს იტალია ბოლონიაში და ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ძალიან მიყვარს იტალია. უბრალოდ მომვლელად იქ წასვლა არასდროს ფიქრებია. დასასვენებლადაც ბევრჯერ ყოფილ ვარ, კი ბატონო, საფრანგეთიც მიყვარს იტალია. ხალხო, არ ვიცი ეს კომენტარი კოშკა. ანუ სილამაზით არჩევენ მომვლელებს თუ სხვა თვისებები არის კიდე საჭირო, იმიტომ რომ მე არ ვიცი. სილამაზით არჩევენ მომვლელებს? მე არასოდეს არ ამირჩევია ძიძა მომვლელი სილამაზით, არასოდეს. ძიძა სილამაზით და მომვლელი სილამაზით მეც ვყოლია დამჭირდა რაღაცებისთვის, ანუ ოჯახი, მოხუცი ოჯახის წევრებისთვის და სილამაზით არ ამირჩევია არასოდეს, ანუ სილამაზით ბებიებს ხო უნდა მოეწონოთ სილამაზითო, ვერ გეტყვი, ანუ ეს მე მაგალითად ძიძებიც ვყოლია, ჩემი შვილები რო პატარები იყვნენ და მომვლელიც ამიყვანია მოხუცი ოჯახის წევრისთვის, მაგრამ სილამაზით არც ძიძა, არც მომვლელი არასოდეს არ შემირჩევია. თამო, ბიჭი იურიდიულზე, გოგო სამედიცინოზე, ბიჭი იურიდიულზე. სამართალზე, ანუ თამოს უპასუხე. ხო და შესაბამისად ვერ გეტყვით აბა ალბათ ყველგან ლამაზი ადამიანის ნახვა უფრო მოგწონს, მაგრამ მომვლელს ისე კაი თუ წახვალ მომვლელად შეიძლება ის ადამიანი ვისაც მოული მოკვდეს და მთელი ქონება შენ დაგრჩეს. ხალხო ხახნო 67 ძალიან მაგარი კომენტარი. მე 67 მაგრამ მაგარი კომენტარი დაწერა. ისე კაია თუ წახვალ და მომვლელად. წახვალ მომვლელად შეიძლება ის ადამიანი ვინც მოკვდეს და მთელი ქონება შენ დაგჭირს. ანუ მომვლელებს უტოვებენ ქონებას თუ მომვლელად ვინც ქირაობს, ანუ ამიტომ შვილები ნათესავები რა ვიცი. არა, არ უტოვებენ ქონებას, მეც ეგრე მგონია. რა ვიცი, ხა მე რო დაუბერდები და მომვლელი მეყოლება, ალბათ მომვლელს არ დაუტოვებ, რა ვიცი, ჩემ შვილებს დაუტოვებ ყველაფერს. თამარი კი ბიჭი და გოგო მყავს.
თამარი ბარამაშვილი ბიჭი და გოგო მყავს კი ბებია ჩემიც იტალიაშია და ქალს უვლის თათია ძალიან ბევრი ქართველია ჩემი მეგობრების ოჯახის წევრები ძალიან ბევრია იტალიაშიც საბერძნეთშიც ამერიკაშიც ძალიან ბევრი ქართველია წასული აი ძალიან ბევრი თამ ხო ძალიან დიდი შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში ანუ თავისით არ გაზრდილა ძალიან დიდი ენერგია, ემოცია, ფული, ყველაფერი იქნა ჩადებული შვილებში, რომ კარგად გაზრდილიყვნენ და წარმატებული და ბედნიერი ადამიანები ყოფილიყვნენ. ვალერია, არ ვიცი ვინ არის. ჩემი ნათესავი ეგრე გამდიდრდაო. ძალიან მაგარია, რა ვიცი რა გითხრა, აბა ძალიან მაგარია თუ ეგრე გამდიდრდა. უბრალოდ ალბათ ძალიან იშვიათია ესეთი. ტასო თუ არა ვინ ყავს შვილი და ოჯახიო? აბა ვინ ქირაობს მოსავლელად, არ ვიცი. კოშკა ცოლად გამომყევი ვარ ტრანსი, მაგრამ ქალები მევასება გაცხოვრებ პრინცესულად იფიქრე ზეთკაო. ვაიმე, ძალიან მაგარი კომენტარები მოდის. ხახნო ბედი გამეხსნა ტრანსი კოშკა მეპატიჟებად. შენ რა ტრანსი თუ ხარ შერადგინდა ცოლი. მე ცოლად ანუ ესეთი შეკითხვა მაქვს, ხო, კაი, დაუშვათ. შენ რატო გინდა რომ ანუ ტრანსი თუ ხარ მე რადგინდი ვარ ცოლად. ანუ ესეთი შეკითხვა რატო გადაწყვიტე ესე? თან მithumetes არ მიცნობ. თიკა ნუ ეჭვიანობ შენ მაგაზე თიკას იმაზეც ვიფიქრებ წინადადებაზე. ხახნო რა კარგი წინადადებები შემოდის. 67 თვითონ სახელმწიფო დაუქირავებს მომლელს ან თვითონ იზამს თუ შეძლებს. აჰა. ქალები მომწონს და შენ ძალიან მომწონ ხარო. კოშკა ძალიან მაგარია. მშვენიერი წინადადება. ვიფიქროთ ამაზე კოშკა. მარი გენატრებაო კი რა თქმა უნდა. ლაშა შემოდი წინადადებით აბა და დამაფოლოვეო. ლაშა მოგძანდი გენაცვალე, აჰა. ლაშა შენს ტრანსი ხარ? თუ შენ სხვა წინადადება გაქვს აბა? ლაშა შემოვიდა კიდე წინადადებით ხალხნო. ვერ დაბლოკავად ლაშა დიდი მადლობა ვარდისთვის. აუი ვიღაცას ვერ მორა ძალიან გამეცინა. არა, თიკა გეხოცები ხა იქ რა დაიწერა. მე ვერ წავიკითხე ხმამ ახლა, მაგრამ ძალიან კარგი კომენტარებია. ანუ რეალობასთან ახლოს. კი გული დამწყდა. ვის გულშემატკივრობ ხაუშო ხალხო, ვეღარ გულშემატკივრობ. I am sorry but და არც ვიცი ვინმეს გულშემატკივრობა ღირს თუ არა. ლაშა დიდი მადლობა. ტასო მეც მიყვარხარ უკაცრავად თქვენი პირადი ცხოვრება. კი, პირადი ცხოვრებაც მაქვს და აქაც ჩემ უკვე 21 წელია ცხოვრობ ევროპაში, ვარ მოქალაქე, მართლა სერიოზული ბედნიერება შემიძლია მოგიტანო. ძალიან კარგი კოშკა, მაგას რა ჯობია ახლა. პირდაპირ ესეთი კარგი ოფერით როცა მოდის, რომ ბედნიერება შემიძლია მოგიტანო. შვენიერი შეთავაზება. ერთადერთი გვაქვს ახლა გასარკვევი, რას ნიშნავს შენთვის ბედნიერება და იგივეს ნიშნავს თუ არა ჩემთვის. მარტო ეს გვაქვს გასარკვევი, თორე დანარჩენი ყველაფერზე შეთანხმებულები ვართ.
არ გათიშორა, მაგრამ ვერთობიო, რომ შემოგთავაზონ შეხვალ ისევ ჰაუსში, არა რა თქმა უნდა. მარე ჩართე გთხოვო, თუ არის ლაივში ჩავრთავ. შემოსულია მე მგონი არა. ანასტასიას ვუგულ შემატკიბროთ ხალხნო, რა ვიცი, ალბათ ყველაზე მეტად ანასტასია. მუზეუმის ნამდვილსახე დაგვანახა და რატო გაუშვეს. ისე ყველაზე მაგარი ჰაუსში მარი იყო. ისედაც ხო მაშინ ვერ ჩავრთავ ხალხო, მიყარხარ ძალიან. გამარჯობა. ძალიან მაგარი კომენტარები დაიწერა ხალხნო, ძალიან გავერთე. თქვენ ჰაუსში ეიდი კი ბატონო, ჰაუსში ვიყავი. ჰაუსის ყოფილი მონაწილე ვარ. არისო წველი დადგმული. ანიტა შარაშიძე მეც ვიყარხარ. მარი არ არის ლაივში და ვერ ჩავრთავ ხალხნო. house edits ლამაზი თვალები გაქვსო, დიდი მადლობა. მე მაქვს მუქი ლურჯი თვალები, რომელიც არ არის ძალიან ღია ფერის, მაგრამ მზეზე ზოგჯერ ლამაზად ჩანს ხოლმე. ჩემ გოგოს აქვს ღია ფერის თვალები უფრო მეტად მწვანე. ჭანტურია ლიზი გამოაგზავნა სექტამ, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი სექტა, რომელსაც აინტერესებს რატომ ვლაპარაკობ ხოლმე მონაწილეებზე, რატომ ჭორავ და ასე შემდეგ და პასუხი არის ერთადერთი ძალიან მარტივი და გასაგები, უბრალოდ ამ ხალხს არ უნდა გაიგონ. იმიტომ რომ ესე მინდა და როგორღაც მაქვს იმის თავი და იმის საშუალება, რომ რასაც მინდა იმას ვაკეთებ და რასაც მინდა იმას ვლაპარაკობ ხალხო, მე მაქვს მაგდენი საშუალება ეხლა ამჟამად. შენ იქნები ჩემი დედოფალიო. აბა რა. გვირგვინი გამზადე კოშკა. მარიამის და გვანცას დუო ყველაზე მაგარი იყო და ემატებოდათ. ხო, უფრო მეტად გავერთობოდით, კი ბატონო, გეთანხმები. გიხდებათ ღიმილიო, დიდი მადლობა. მეც მორიელი ვარ. მადლობა. მიყვარს მორიელები და ზოგადად მე მგონია რომ ყველა ზოდიაქო მიყვარს. ლიზიკო ოქტომბრის თუ ნოემბრის მე ვარ 30 ოქტომბერს დაბადებული. კვანც მარიამი არ ნახეო, როსტომაშვილი არ მინახია. გვირგვინს არ ვერსაჩე დაგიმზადო, ძალიან კარგი, შვენიერი ამბავი. ხალხო, წყვილი ნამდვილი იყო, უბრალოდ ამ მუზების სახე რო დაგვანახა მარიამმა ეს ყალბი ინფორმაცია მოუგონეს. გეთანხმები 67, ანუ მაგაზე ვილაპარაკე ზუსტად, რომ საკუთარი თავის წარმოჩენა არის, რომ სხვას დააბრალო რაღაცა, სხვას დაუწყო გაშავება, სხვას ეძახო ფეიკი და ამ გზით წაიწიო წინ. ეს არის ძალიან მარტივი მეთოდი. ბევრად უფრო რთული მეთოდია, მაგალითად, კარგი იყო და ამ კარგი თვისებებით წაიწიო წინ. ჯერ ერთი რაც არ უნდა კარგი იყო, მანდ ფიზიკურად ვერ მოახერხებ შენი თავის კარგი თვისებების გამოვლენებას, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამდენ ნეგატივში შენი მარტივი და ესე ვთქვათ, უბრალოდ შენი დადებითი თვისებებით გაძლო. ძალიან რთულია. გამარჯობა, შეგიძლია გამომიწეროთ, არ მყავს ერთიო. ბარბარე აფაკიძე. და შესაბამისად ეს არის რთული გზა, მაგრამ ნახეთ, კიდე არის ერთი, როცა არ გაქვს კარგი თვისებები, რა უნდა ქნა?
როცა არ გაქვს კარგი თვისებები, რა უნდა ქნა და უნდა მიჩოჩდე ფინალამდე, კვირიდან კვირამდე ისეთი მეთოდებით, როგორიც არის ლელუს და მუზების და ლორენცოს. ანუ ეგ 4 სხვადასხვა რაღაცებს აკეთებს, მაგრამ მიზანი მაგათი ერთია. კი, მარიამი წავიდა. ხო და შესაბამისად მარიამთან კი, მუზებთან არა. მეგობრებო, ეხლა რა ხდება? ეხლა უნდა წავიდე. შესაბამისად ძალიან ვიხალისე ამ ლაივში, ეხლა რაც ვიყავი, ანუ მართლა გეუბნებით, ამ კომენტარებზე ადრე არ იყო ხოლმე ესეთი კაი კომენტარები, ეხლა უფრო კარგი კომენტარები შემოიყარა, მოკლედ ძალიან ვიხალისე. არ წახვიდეო. მე მარიამის დაბადებად ვესწრებოდი, კი არა, დედამისთან ვიყავი სამშობიაროშიო, ძალიან მაგარია, ანუ ოჯახსაც იცნობ, ძალიან კარგი დედა ყავს სხვათა შორის. მეგობრებო, მოკლედ ეხლა უნდა გავიდე, იმიტომ რომ მაქვს 1000 რაღაცა გასაკეთებელი და საღამოსაც. გვანცი როგორ ხარო? კარგად ვარ, მეგობრებო, კარგად, მადლობა. მოკლედ კიდევ ერთხელ მარიამის გულშემატკივრებს ყველას ძალიან დიდი მადლობა გულებისთვის, გულშემატკივრობისთვის და შედეგები რო დაიდო, ვნახეთ რამდენი გულშემატკივარი ყავდა მარიამს და ძალიან მაგარია ეს, რომ ამდენი გულშემატკივარი ყავდა და მარტო არ იყო, მაგრამ რაც შეეხება იმ სიტუაციას, ახლა ლაივზეც ვნახეთ და ჰაუშიც ვხედავდით, რომ იყო მარიამი ძალიან მტრულ გარემოში გარშემომყოფი და სიმართლე გითხრათ, გუშინდელ ლაივშიც ძალიან დათრგუნული იყო მარიამი, ანუ ის ზოგადად მარიამი არის ძალიან მებრძოლი გოგო. მოდი ახლა რაღაცა ცოტა ისე ვთქვათ რა, სერიოზულად და ობიექტურად. ანა გელ მეც მიყვარხარ. მარიამი არის ძალიან მებრძოლი გოგო. ძალიან მებრძოლი გოგოა და მე სერიოზულად მომწოხარ კოშკა. ხო და ძალიან მებრძოლი გოგოა და ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს. ახლა მოდი სხვა ისინი რომ გამოვაკლოთ თვისებები, რომ შევხედოთ, ძალიან მებრძოლი გოგოა, მაგრამ ჩვენ რაც ვნახეთ გუშინ, ახლა მე შევატყვე, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან გადაღლილი და ბრძოლა რას ნიშნავს? ანუ ბრძოლის უნარი გემატება მაშინ და შემართება, როცა რაღაც მიზანი გაქვს, ხო და ამ შემთხვევაში მარიამის მიზანი ჰაუსის მოგებაზე მეტად, ახლა ბოლო პერიოდში იყო ჯავახასთან ერთად ყოფნა. უფრო მეტად ჯავახასთან ერთად ყოფნა მოსწონდა და ჰაუსის მოგება ახლა მარიამისთვის იყო ნაკლები ის. და ზუსტადაც ანუ ჯავახასაც გამოეცალა, ანუ ბოლო 2 დღის ამბავს ვამბობ, ხო? თითქოს ის ბრძოლის შემართება და ბრძოლის სურვილი დაკარგა. მე მგონია, რომ ეს ბოლო პერიოდის შემართება წინა დღეებში, რაცაც უყურე მარიამზე, რომ გავარდაო, იმდენი ვიტირეო. სატირელი არაფერი არ იყო, ხო, მესმის ემოციების, მესმის თქვენი ძალიან კარგად. მე ძალიან ემოციურად უყურებდი ამ ამბავს, უბრალოდ აჰა, გული გაჩვენეთ. უბრალოდ მარიამს გული ვაჩვენე. უბრალოდ ხო
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მენტალურ მდგომარეობას. ეხლა ნახეთ, არანაირი დამატებითი განსაკუთრებული მცდელობა არ უწევს ლორენცოს ისედაც ეგეთია. ანუ манипуляციების მოგონება და ძალდატანება რამეს რო ვაიმე ესე მოიქცე არ უწევს ლორენცოს, იმიტომ რომ თვითონაც ეგეთია. მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანი რომ მან манипуляციების მოგონებაში და ხლართვაში დაიღალო ძალიან ადვილია რა, სიმართლე გითხრათ. ამიტომ ეგეთი უნდა იყო ეგეთივე манипуляტორი, რომ ეს ადვილად გამოგდიოდეს და ყოველდღიურობაში იყოს ჩვეულებრივი, ანუ ლორენცოზე მაქვს საუბარი. ანასტასიაზე ჩაეხუტა, კი ბატონო, მაგრამ ანასტასიაზე წავიდა. გაშავება რომ მიუგდო მარიამი, მიუგდო საჯიჯგნად ლორენცოს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ახლა დააკვირდით ხალხო, გაშავება და იგივე ტექნიკები წავა ზუსტად ანასტასიაზე და ნუ მე შემდეგაც ალბათ ნახავ, ცოტა მეზარება მეყურება ახლა ჰაუსის. შამოვალ ხოლმე თქვენთან ლაივში დრო რომ ექნება ხალხო, აუცილებლად შემოვალ ლაივში, უბრალოდ ისევ ჰაუსი არ ვიცი რამდენად ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ ვიცი ვიქნები თუ არა ისევ ჩართული ამ ამბავში. ნუ ხოლმე უსკრიკერები გასაგებია. ეხლა დაგემშვიდობებით მეგობრებო და კოშკა ვიმახსოვრებ დღევანდელ რიცხვს 17 იანვარია. მოვალ სადაც არ მელიო. კი ბატონო, არ არის პრობლემა. ესე იგი დაგემშვიდობებით მეგობრებო, აბა თქვენიცით და ძალიან მიყვარს ხოლმე აი ესეთი ჰაერი არაფრიდან წამოსული კომენტარები, რომ მიწერთ ხოლმე ჩემი საყვარელი სექტა რომელიც არის ხოლმე და პერიოდულად თავის წევრებს რო აგზავნე. ჩავრთო. კი, თიკამ დაწერა კლიკერი ჩავრთო, უბრალოდ თიკა არის ჩემი მოდერატორი და კლიკერები ფიზიკურად არ აქვს, თორე ჩაურთავდა მარიამს ხალხო. დაგემშვიდობებით და აბა თქვენიცით წარმატებულ და კარგ შაბათ-კვირას გისურვებთ.